სტუდენტები, საერთოდ საცხოვრებელი, ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. დღეს ჩვენ ჩამოვედით სოფელ ღვარებში. აი მანქანით მოდით, ნუ გეშინიათ. მოსვლისთანავე შესამჩნევი იყო ის ცუდი გზები, რომელიც აქ მოსასვლელად ჩვენ გამოვიარეთ. დღეს ჩვენ ვეცდებით გავიგოთ მათი პრობლემების შესახებ. აი გამარჯობა თქვენ. სიცოცხლე და ჯანმრთელობა. როგორ გიგითხოთ? მოგესალმებით. აი გაზი არა გაქვთ, როგორც გავიგეთ სოფელს. არაფერი გაზი არა გაქვს. აი როგორ ხდება ზამთრის გადატანა ამ სოფელში? შეშასყიდულობ, კი, მაგრამ ისეთ რო დაგიჭირო, ნახა ხოტყეში ვარ. 2000 ლარიანი და 5000-ები ჯარიმები მზად არის. ზუგზი აკიდებული, ეგრევე რომ თავს ვერ იმართლებ რა. აი სახში რომ მოგაქვს შეშაი და დაგიჭერს ის აი ვიღაც რო დადის, აი გარემოდაც მანქანითა. იმას თუ არ აინტერესებს, კაცო, ის გეუბნა მე არ ვიცი და ეგრევე უშват. დაგიწერა გადაიხდი, ერთ-ორჯერ კი იმის პირობებში, როცა მაცხოვრებელს არ აქვს ფული, რომ შეიძინოს და ამავდროულად არ არის გაზი სოფელში, როგორ უნდა გათქვა? უნდა მოიპარო მაშინა და თუ დაგიჭირეს ხო, ეგრე იქნება, თუ არა, უნდა მოიპარო. დაპირებებით თუ მოდიოდნენ თქვენთან? დაპირებებით მოდიან, რომ ესე იქნება, ისე იქნება. განსაკუთრებით რა პერიოდებში დადიან ხოლმე? არჩევნების დროშა, გაჩა. გაზის პირობებითა არავინ არ მოსულა და გზის პირობებით კი მოსულა. რამდენი ხანია რაც ეს პირობა მოგცეს გზის გაყვანასთან დაკავშირებით? არჩევნები რო იყო ეხლა, აი ბოლოსა დაგვიძახეს იქა და არჩევნების წინა რა, აი 2-3 დღით ადრე. რამდენი ხანია რაც სოფელს გზა არ აქვს ნორმალური? რა ჩემი თავი მახსოვს რა 64 საუნა გავხდა ეხლა ეს თუ ესეთი გზა. ასე ვიცი რომ აქ არის ტრანსპორტის პრობლემა. თქვენ როგორ ახერხებთ ხოლმე აი ქალაქში გასვლას? როგორ ვახერხებთ და ეხლა ვიღაცა იწავა სამუშაოდ 1-2 არიან ზეით გორში დადიან მუშაობენ და გახვევი და კიდევ ტაქსის წამოხვალ მე რა. ვინმე არის ვინც მოვა აქ თქვენი ამბით დაინტერესდება თქვენ პრობლემებს? არავინ არ არის არავინ არ არის მაგის ისა რომ ვიღაცა მოვიდეს და შემოგთავაზოს რამე. ჩემთვის ხელი არავის არაფერში შეუწყვია აქ და ხებს თუ რამე საძლებენ მე ეგ არ ვიცი. სოფელი ცარიელია. სოფელი ცარიელე ზამთარში ვარ თუ და 5 კაცი. და ზაფხულში ვიღაცები ამული გამოვლენ გასწევენ და წავლენ და ეგ. თქვენი აზრით რა არის მიზეზი, რაც აცარიელებს სოფლებს? უგზნობაი, უმუშავრობაი. ეს სოფელი მამაჩემის დროსა, მამაჩემი მეტყოდა ხოლმე 95 კომი იყო. მერე დასარიელა, გაჭირვება, უმუშავრობა, უშუქობა და ესე და დაიცალა სოფელი. დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ, აბა. კარგად გრძანდებოდეს. მადლობა. ბედნიერად. აი გამარჯობა თქვენ. არ შეიძლება ერთ წამი? გაიხართ, დიდი მადლობა. თქვენ მარტო ცხოვრობთ, მარტო ხართ? არა, მეუღლით. მეუღლი ბიჭი გორშია. აქ ბევრი სახლი რო დგას, ეს ცალ-ცალკე ცხოვრობენ? შვილები არიან, განაყრები არიან, ერთი გვარია ჯამბრის შვილები. გაზი არა, არც გზა, არც ავტობუსი შვილო. პირველ რიგში არის, აი არ ვიცი, გზა. და გაზი ცხო აუცილებელია, მაგრამ თოვლი რო ჩამოდის აქ და აი წვიმად, ქეში იმხელა ტლაპო და ის არის რომ იცის დითოლობა? კი. ერევა შეშის ბუხარი დინარჩუნებს ითოლ სახში. ხო ეხლა კი. მაგრამ შეშასაც ისე კძალავენ რომ თუ გაზი არ შემოვიდა. შეშა რა ღირს დაახლოებით. ასილ არის ვილისი. აქვე რო იყიდო, მაგრამ ვერც იყიდი. არ არის ხო აქ არქილზე შეძენის. შეძენა შეიძლება, მაგრამ ეს გარემოდადის და თქვენი წუხელი თურმე აქვს ვინმეს გულთან. მარტო დაპირებები. არც პენსია მაქვს, არც ხელფასი მაქვს. აი ბახში რაც მოყვავს, მაშლია თუ რაც გასაყიდი არაფერი. პროსტო თავის არჩენად. მაღალმთიანი ზონა ხო არის, ბავშვებს სწავლა უნდა დაუფინანსონ და რაღაცა. ჩემი შვილები კი გორში ვატარეს სკოლაში, მაგრამ არც ერთ ბავშვს არ დაუფინანსეს. გამარჯობა, მოგესალმებით. თბილისიდან ვართ სტუდენტები ჩამოსული, ვიღებთ სოფლებს და სოფელში არსებულ მდგომარეობას. თქვენ რამდენი ხანია რაც ამ სოფელში ცხოვრობთ? 90 წლიდან აქ ვარ, აქ ცხოვრობ მუდმივად. გზებზე, ან თვითონ გაზზე, შემოყვანაზე თუ ყოფილა დაპირებები, თუ მოსულა თქვენთან და დაგპირებიათ გავს? არავინ.
დაი გაგვიკეთეთ ის არაკეთებენ. ეხლა იმ დღეს იყვნენ რომ ფული არისო 10,000 იმანეთიო. და გაგიკეთებთო. ეს სოციალურად დაუცველი არა ვარ და ვინ დამეხმარება. დავანტყობოში ვიცეგი და ქვეყანა ფული გადავიხადე. არ დაგეხმარა მაღაზონის ისა ვარ და მაინც მაცხოვრებელს 5 დღეში 200 იმანეთი გადავიხადე. შვილი გორში არის, გორში ცხოვრობს. ეხლა მოვიდა დღეს რებისად გავიდა რავი. მიწის დამუშავება რა გიჯდება და თუ არის რამე ხელშეწყობა ადგილობრივი ხნავს ბალღი თვითონ ეკაი შარშან გავგიფუშტა ბლები მოდის ყველაფერი მოდის მაგრამ შარშანა ყინვა იყო და გავგიფუშტა რა ვიცი სამაღაზონა რო არის ხო გადაგვირჩა რაიმე ტრანსპორტი თუ დადის რა არ დადის არაფერი ერთი გოგო აქვე ცხოვრობს კარელიზია შვილები ხავს და ბნავიში გადასახლდა თავის ბავშვების სკოლაში ტაქსით ფული რო არ აქონდა სკოლასთან ახლოს გადასახლდა იქ არჩევნებზე თუ იყავით მისული მე ვიყავი ავად ვიყავი მაინც ყოველთვის მივდივარ ივანიშვილს ვაძლევდი მაგრამ რა ვიცი არაფერი არ დაგვეხმარა შეიძლება თქვენ რომ გაგესაუბროთ 2-3 წუთით როგორი არის აქ ცხოვრება და რა სირთულეებს აწყდებით სიცურეს უფრო ზამთარში ვაწყდებით რომ გაზი არა გვაქვს ტრანსპორტი არ მოძრაობს დანიშნული ტრანსპორტი არ აქვს ხო ჩვენ ახლა სხვადასხვა სოფლებში ვიყავით ასევე გორის სოფლებში და ძირითად პრობლემას ვაწყდებით გაზი გათბობა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მოსულან განუხილავ უსაუბრიათ მაგრამ თქვენ დიდი ხანია გესმით დაპირება რომ გაზ შემოიყვანენ ამ სოფლში და გზას დააგებენ გზაზე ეხლა გითხრას მოვხრეს რომ კარგად გრეიდერებს გადავატარებთ გაზაფხულიდან უნდა ვნახოთ გაზზე გაზზე არ ყოფილა აქეთ აქამდე საუბარი არის ქვედა სოფლებში რომ საუბარი საუბრად რჩება აი იქით არის ძალიან ბევრი მოსახლეობა 1-2-3 დაკეტილია მგონი ხლომიადებს ხლომიადებს ცუგრის სხვა შორის ეს ცუგრი ძალიან დიდი ხანია მოყვება სულ გადარჩა ერთადერთი მაცხოვრებელი ამ სოფელში ერთგული სხვა ყველა გაერიდა სოფელში 10-მდე სახლი გამოვიარეთ და 3 სახლში იყო მაცხოვრებელი სოფელი არის დაცარიელებული და თვითონ ადამიანებიც რომელებიც ამ სახლებში არიან შვილები არიან ან ქალაქებში ან საზღვარგარეთ წასულები იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ ახერხებენ ამ სოფლებში ამ რესურსის სტანდარტებით აქ დარჩენას ყველა მათგანს სადევს ბოქლომი ჩაკეტილია ალბათ იმის იმედით რომ ზაფხულობით მაინც დაუბრუნდება თავისი მეპატრონე სახლს რა არის? აღსანიშნავია რომ გორის მერის პლაკატი გაკრულია პირველ რიგში იმ გაჩერებაზე რომელიც თავზე ენგრევა და მეორე რიგში ამ სოფელში ტრანსპორტის საერთოდ არ დადის ჩვენ ახლა ვართ სოფელ ბნავისში, როგორც ხედავთ, ამ სოფელშიც ასევე არის გზის პრობლემები. გაზი შემოყვანილია უკვე დაახლოებით 1 წელზე მეტია და მოსახლეობაც ამბობს, რომ ამ წლამდე ზამთრის გადაგვარება უჯდებოდა ძალიან ძვირი და მათი რესურსებიდან გამომდინარე იყო ძალიან რთული. გამარჯობა. შეიძლება? მოგესალმებით. როგორ ბრძანდებით? გამარჯობა. ჩვენ ვართ სტუდენტები ჩამოსული თბილისიდან. თქვენ ხმამაღლა კი, გეტყვით. რა პრობლემებს აწყდებით თქვენ ახლა აქ რო ცხოვრობთ? აი სოფელში, აი პენსია თუ ყოფნით და პენსია იშვილო რაზე ყოფნის აბა მარტო წამლებში არ ამყოფნის აპარატი მაგულისა შაქარი მაგწნევა მაგშვილო რა ვიცი 1000 უბედურება მარტო ცხოვრობთ აქ? არა ეს შვილი მყავს ერთი უკვე ხანში 54 წლისა და ცოლ-შვილი არ აყავს შვილო ეგეთ ჩემი პენსიას შეყურებს და ემაგითი მაგრამ რა აბარაზე არაფერში არ ამყოფნის ვის აქ ნიჟავრი წალი გვაქვს ოღონ და არისნევა რატო რა პრობლემა აქვს? არ არის კაი წყალი ეს მდინარის წყალი არის
ან დინალის წყალი მოედინება? არა, ზევიდან მოდის, სათავიდან არის გაკეთებული, მაგრამ მაინც ვერ ასვა. მთელი დღე დგევარ აქ ადამიანის შვილი არ აივლის დაღამდება დღეირო ადამიანს ვერ ავხერ. იმიტომ რომ მიდიან ისა შვილო საზღვარგარეთ არავინ არ აჩერდება, არა ყოფნით არაფერი და ბარაკა. შემოსულიყავით სილაში. მადლობა. კარგად ზანდებოდეთ, დიდი მადლობა. უგუნესი მადლობა. წარმატებები, აბა, კარგად ზანდებოდეთ. ბედნიერად იყავით. გაიხარეთ რასამ. მას პინცელო. ეთილი იყო ჩვენი ფეხი. აი სასმენი წალი. ნაკოლმო ანჩი. დინაის წალია მიერთებული. ხო. და დინაისა არეული ამილია ხო იმღნება. იმღნება ახაც ხური ემონის. და აღარ ვარგა დასავლეთ იმ პერიოდში ეს ყალი. იმ პერიოდში აღარ ბარონ. აი გზას აეშველებაო რას ამბობი, როდის მოგვარდებაო გზის პრობლემა. ასფალტი დაგიგეს აქედან 200 მეტრიღა მასაგები. ზევით მოყვება ასფალტი უკვე? ანუ ეს ასფალტი დააგეს 5 წლის წინ და მაშინ პროექტი ბოლომდე იყო დაწერილი, მაგრამ დააგეს ნაწილი რა. და 5 წელია იქ არ გაგზავნებულა ეს პროექტი და აქ გზა არ გაგზავნა. მე ჩემი უნივერსიტეტი ვარ და ჩვენი მაშინ სკოლის სწავლის დროები როცა არის, მარტო მაშინ დადის ტრანსპორტი. დაპირებები რავი, რამდენჯერ სამოდის თორობა იმდენი პირდებიან. მაგრამ დაპირება რჩება დაპირებად. ვინ სამონაზე მუშაობდა ის, მე იმას ვიცნობ. თემოა ეს და ჩემი თვალით ნახე მე პროექტი იქამდე ბოლომდე დაწერილია, მაგრამ აღარ გავგზელებიათ რა ვიცი. აქამდე ნაუშავს ამის ზევით არის მართლა საშინელება. ჩემი მეგობარი დადის ზევიდან ბავშვები და სკოლაში და მანქანა ალბათ ყოველ კვირაში ერთხელ რემონტში ყავ. რომ სწავლობდი მე ამ სკოლაში 35 ბავშვი დადიოდა იმ პატარაობიდან. ეხლა 5 ბავშვია მგონი. და აი რა არის ამ პრობლემების გადაჭრის გზა, რომ სოფელი აღარ დაცარიელდეს და აი შემდეგ თაობასაც არ მოუწიოს ამ სოფლის დატოვება. დასაქმება პირველ რიგში. დასაქმება. თქვენ ამ სკოლაში ასწავლით? რა საგან სასწავლით? მათემატიკა. და კლასში ყველაზე მაქსიმუმ რამდენი ბავშვი ყავთ ხოლმე? ანუ 5-6 ბავშვიანი კლასი დაიკლასად ითვლება რა. დანარჩენი სამნი არიან, ესენი ერთ ბავშვიანი კლასს აკყავს. ეს თქვენი შვილია? კაცი ყვამლელი თუ რა პრობლემებს აწყდებით სოფელში? აი რას ვაწყდებით და ხალხი დადიან ფეხითა გორამდინა. ავტობუსი არ დადის ჩვენთან მარშრუტკაი და აი ძალიან უჭირთ ვისაც მანქანები არ ახავთ ფეხით დადიან. და ეს გზაი. რამდენი ხანია რაც ამ სოფელში ამ გზის პრობლემა არის და მოსაგვარებელია ეს გზა? გზაი აკეთებდნენ ქვეითამდე არის ასფალტი დასხული და აი სკოლის ზემოთ, სკოლა არა, აი საბავშვო ბაღის აქეთი უკვე 2 წელია, გვეუბნებიან, გვიდებიან გავაკეთებთო რა ვიცი, მაგრამ ჯერჯერობით არ უნდა გამორჩება. დაპირებად რჩება. რა თქმა უნდა. სახლში ვინ ცხოვრობთ? მე და ჩემი რძალი, ბავშვები. თქვენი გადმოსახედიდან რა ქმნის იმ პირობებს, რომ ახალგაზრდები ვერ რჩებიან სოფელში? უმუშავრები არიან და უფრო გორში დადიან სამუშაოდ. კარგით, უღრმესი მადლობა. კარგად ზანდებოდეთ. მადლობა დიდი. გაიხარეთ. კარგად იყავით. მადლობა. აქ იწყება ბნავისელების სახლებამდე, სკოლებამდე და ბაღებამდე მისასვლელი გზა, რომლის დაგებასაც მუნიციპალიტეტი 5 წელია პირდება. და სწორედ უგზოობა არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ცარიელდება სოფლები და შეუძლებელი ხდება მიმოსვლა. წყალი არ გვიوارგა. რა პრობლემა აქვს წყალს? ლაბორატორიაში ვეცურები ტალახი მოაქვს. გახედე. აი ხარი 1 ჰექტარი ნაკვეთი მაქვს. ტრაქტორი არ არის, ტრანსპორტი არ არის, არაფერი არ არის, მოხელები არავინ არ არის. დიდი მინდორი იყო აი ხერეთაი. პარლამენტის წევრმა აიღეს. იმათ აქვს.